2017 წლიდან სავაჭრო დახლებზე მხოლოდ ეტიკეტირებული ხორცი გაიყიდება. მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც ხორცის ეტიკეტირების წესს განსაზღვრავს, ხორცის რეალიზატორმა პროდუქტზე მისი წარმოების ადგილი, შენახვის პირობები და ვადა უნდა მიუთითოს. ეტიკეტზე ასევე დატანილი უნდა იყოს იმ ბიზნეს ოპერატორის უნიკალური კოდი, რომლის საწარმოშიც პირუტყვი დაიკლა, რაც საჭიროების შემთხვევაში მის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაცია ცვლილებებისთვის უკვე ემზადება. სავალდებულო ხდება ეტიკეტირება და შესაბამისად ემზადებიან, რომ იანვრიდან გაიყიდება მხოლოდ ხორცი, რომელზედაც იქნება ეტიკეტი. ახალი რეგულაციები მიღებელია ქუთაისის მწვანე ბაზარში დასაქმებული ხორცის რეალიზატორებისთვის, მათი თქმით, ცვლილებებმა ისინი შესაძლოა გაკოტრებამდე მიიყვანოს. ვერ გააკეთებს, ვერ სისხლები, დასვლილი სისხლებით და ყიანიკებს რაკინიკი იმას იმუჟებს და რა. დაიკეტება სახორცეები და წავა მაღაზიებში და რაღაცა იქნება მოხდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცის პროდუქციის ეტიკეტირების განთავსების სხვადასხვა მეთოდზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია დახლებზე ხორცის უკონტროლოდ მოხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს. ეტიკეტი შეიძლება განთავსდეს როგორც შეფუთვაზე, ასევე ნაჭრებად დაჭრილ, ან სხეულნაჭრებად დაჭრილ ხორცზე. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკონტროლოთ სურსათის ჯაჭვი დაწყებული ცოცხალი ცხოველიდან დამთავრებული სამომხმარებლო ბაზრამდე. ახალი წლიდან ეტიკეტირების წესის დარღვევა 400 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი ფინანსური სანქციის რაოდენობა სამაგდება.